რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე სომხეთის დასახმარებლად ზომების მიღება დაიწყეს ბრიუსელში. ევროკავშირი 50 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. ბაზარი იხსნება სომხური ყვავილებისთვის. პირველ პარტიას ლატვიაში მიიღებენ. რუსულ შავსიაში მოხვედრილი სომხური პროდუქციისთვის ევროპულ ბაზართან წვდომის პროცედურაც მარტივდება. ყველა ზომის კოორდინაციისთვის ევროკავშირი და სომხეთი სამუშაო ჯგუფებს ქმნიან. დღეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ვესაუბრე რუსეთის მიერ სომხეთის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწესებულ შეზღუდვებზე. ეს სხვა არაფერია თუ არა ეკონომიკური ზეწოლა და მიუღებელია. სომხური პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვების გავრცელებით მოსკოვი ეკონომიკური ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლისთვის იარაღად იყენებს. ჩვენ კარგად ვიცით ეს სტრატეგია. სწორედ ამიტომ ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით. ჩვენ ვამზადებთ ევროკავშირის დახმარების პაკეტს. ეს მოიცავს 50 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას. ამას მოჰყვება უფრო მეტი ზომებისთვის, რომ შემსუბუქდეს სომხური პროდუქციის ვაჭრობა. რაც შეეხება ისეთი დაზარალებული სექტორების პრაქტიკულ მხარდაჭერას, როგორებიცაა სომხური ყვავილები, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ახლახან აკრძალა იმპორტი სადაო ბრალდებებით, 10,000 ყვავილი ხვალ ლატვიაში ჩავა. დანარჩენები შემდეგში იქნება. შეზღუდვები სომხურ პროდუქციაზე რუსეთმა საპარლამენტო არჩევნების წინ ეტაპობრივად შემოიღო. თავდაპირველად ხილსა და ბოსტნეულზე, შემდეგ კი ყვავილებზე, თევზ პროდუქტებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. ქვეყნის პრემიერი დაზარალებულ ფერმერებს დახმარებას დაპირდა. წინა საარჩევნო შეხვედრებზე ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის წევრების მთავარი გზავნილია, რომ რუსეთის შანტაჟს სომხეთი არ დაექვემდებარება და ქვეყნის ინტერესებს არც მარცხში და არც წიწაკაში გაცვლის. სომხეთის პრემიერი მოქალაქეებს დასავლეთთან ახლოების უპირატესობებს უხსნის და მთავარ მიღწევად ტრიპის პროექტს, ეგრეთ წოდებულ ტრამპის მარშრუტს ასახელებს. დღეს მნიშვნელოვანი რამ მოხდა. როგორც იცით, 26 მაისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს ტრამპის მარშრუტის პროექტის განხორციელების შესახებ დოკუმენტს. ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში. გარკვევით წერია ყველაფერი, რომ ეს პროექტი ეფუძნება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, თვითმმართველობასა და იურისდიქციას. არ იქნება არანაირი ტერიტორიული დავები. ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების გარდა რუსეთი წინა საარჩევნო ტრადიციულ მეთოდებსაც მიმართავს. დასავლური მედიის ინფორმაციით სომხეთში პრორუსული ძალების მხარდასაჭერად მოსკოვი რუსეთში მცხოვრებ სომხებს აგზავნის. თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში უცხოეთიდან, მათ შორის რუსეთიდან დაბრუნებულებს სამხედრო სასწავლო წვრთნების გავლა მოუხდეთ. მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ სასაზღვრო პუნქტებში რუსეთიდან ჩასულ სომხებს შეტყობინებებს ურიგებენ. ვალდებულო 24-იან შეკრებებში მონაწილეობის შესახებ. არსებობს შეტყობინებების პროცედურა. შეტყობინება როგორც წესი ამ პროცედურის შესაბამისად ხორციელდება. ფიზიკურად შეუძლებელია აეროპორტში შეტყობინების გაცემა. სამხედრო პოლიცია თავის ფუნქციებს საჭიროებისამებრ ასრულებს. სომხეთში ასევე არსებობს სხვადასხვა სააგენტო, რომლებიც აუცილებელ ფუნქციებს ასრულებენ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს ოპერატიულ ინფორმაციას, ან შეიძლება განხორციელდეს სხვა ფუნქციური მოვალეობის ფარგლებში. 55 კაცთან ერთად ჩამოვედი კურსკიდან, რომ კარაპეტიანს მივცე ხმა. სომხეთის მომავალზე არ ვღელავ. თავარია, რომ არჩევნებში კარაპეტიანმა გაიმარჯვოს. სომხეთის მყარი დასავლური კურსის ფონზე რუსეთი კრიტიკის ტონს არბილებს. მოსკოვი ახლა ერევანსა და ბაქოს სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად რუსული პლატფორმის გამოყენებას თავაზობს. როგორც უწინ, კლავაც მზად ვართ ხელი შევუწყოთ ბაქოსა და ერევანს სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკაში, ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაში. ასევე მოვამზადოთ და დავუთმოთ რუსეთის პლატფორმა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. მიიღებენ რუსეთის შეთავაზებას თუ პროდასავლურ პოლიტიკას დაუჭერენ მხარს, ამას სომხეთის მოქალაქეები 3 დღეში გადაწყვეტენ. მნიშვნელოვანი არჩევნები 7 ივნის გაიმართება.